შუადერეფნის იდეა თურქეთმა 2000-იანი წლების ბოლოს წამოაყენა, როგორც მისი მორიგი გეგმა გადაიქცეს ევროკავშირთან ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს ჰაბად. თუმცა ცენტრალურ აზიაში, კასპიის ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა რთული და გრძელვადიანი პროცესი აღმოჩნდა. შუადერეფნის პირველი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ 2014 წელს განხორციელდა, როდესაც გაიხსნა ტრანსყაზახური რკინიგზა, რომელიც დაახლოებით 1000 კილომეტრით ამოკლებდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტს ჩინეთის საზღვრიდან კასპიის ზღვის პორტ აქტაუმდე. მომდევნო მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დასრულება 2017 წელს, როცა პირველად 1990-იანი წლების შემდეგ შესაძლებელი გახდა კავკასიის მთების გავლით რკინიგზით გადაადგილება. ამასობაში, თურქეთის რეგიონული ამბიციის პარალელურად, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა 2013 წელს წამოიწყო სარტყელი და გზის პოლიტიკა, მასშტაბური გეოეკონომიკური პროექტი, რომელიც ჩინეთს დანარჩენ მსოფლიოსთან აკავშირებს სავაჭრო გზებით. ხშირად ამ პროექტს ახალ აბრეშუმის გზასაც უწოდებენ. შუა დერეფანი კი მისი ნაწილი გახდა. ინიციატივას ორი ძირითადი მიმართულება აქვს. სახმელეთო გზის, ანუ სარტყელის განვითარება, რომელიც ჩინეთს ცენტრალურ აზიასთან და ევროპასთან დააკავშირებს, ახალი საგზაო და სარკინიგზო დერეფნების მეშვეობით და საზღვაო გზის განვითარება, რომელიც მოიცავს ჩინეთის სანაპიროდან ინდოეთის ოკეანის გავლით აფრიკისა და ევროპის პორტებამდე მიმავალი მარშრუტების შექმნას. ხშირად ჩინეთი გასცემს სესხებს სარტყელი და გზის განვითარებად ქვეყნებზე, საჭირო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის, რომელსაც ისევ ჩინური მუშახელი აშენებს. საქართველოში ბოლო დროინდელი ინფრასტრუქტურაც სწორედ ამ პრინციპით შენდება და მაგალითად ქვეშეთი კობის გვირაბს China Railway Tunnel Group-ი აშენებს. პირველი მატარებელი თურქეთიდან ჩინეთამდე შუა დერეფნის გავლით 2020 წელს ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ტვირთბრუნვა ამ მარშრუტზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2020 წლიდან 21 წლამდე დერეფანზე გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 350,000 ტონიდან დაახლოებით 520,000 ტონას მიაღწია. თუმცა შუა დერეფნის რეალური გეოპოლიტიკური პოტენციალი 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიზარდა, სწორედ ამ დროს წინა წელთან შედარებით ტვირთბრუნვა 6 ჯერ გაიზარდა და 3,2 მილიონი ტონა გახდა.